საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, უნივერსიტეტის ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით. სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19,311 სტუდენტი ჩაირიცხა. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2,000 სტუდენტით გაიზრდება და 21,300-ით განისაზღვრება. ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით 10,000 სტუდენტი, რომელიც განათლებას ასევე სრულიად უფასოდ მიიღებენ. სახელმწიფო უნივერსიტეტებზე კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, არსებითად უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით. კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო ტექნიკურ დისციპლინებზე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება მედიცინის სპეციალობებზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება პედაგოგიკის პროგრამებსა და აბეტ აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზურ ენასა და ლიტერატურაზე და პედაგოგიკის სპეციალობებზე. სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე. ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას. ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე. არაბთა გაერთიანებული საამიროები ადგილობრივ უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტების სწავლას დააფინანსებს. როგორც ცნობილი ხდება, მიღება წელს დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტრო იტყობინება. აღნიშნულ საკითხზე საუბარი დუბაიში განათლების მინისტრის ვიზიტისას შედგა. გივი მიქანაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის მინისტრს შეხვდა, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების საკითხს, რომლის ფარგლებშიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარე უზრუნველყოფს ქართველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას ადგილობრივ უნივერსიტეტებში. მსჯელობა საქართველოზე ქართული ოცნების მისამართით გამოთქმული კრიტიკა და დემოკრატიული უკუსვა ქვეყანაში. ჰელსინკის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ბრალდებებს უყენებს. გუშინდელ ბრიფინგზე მომხსენებლების მხრიდან აღინიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ საგარეო კურსი ევროპის საწინააღმდეგოდ რუსეთისკენ, ჩინეთისა და ირანისკენ მიმართა და რომ საქართველო ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდისავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის. ჰელსინკის კომისიის გუშინდელ სხდომაზე რამდენიმე პუნქტი დაასახელეს, მათ შორის ქართული ოცნების მხრიდან ძალაუფლების გაზიარების სურვილი და არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გადადგომის მზადყოფნა. ევთოს ინფორმაციით საქართველოსთან დაკავშირებით მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთა მისიამ მუშაობა დღეიდან დაიწყო. ევთოს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია ელექტრონული მისამართით, სადაც ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან მიმართებით მოსკოვის მექანიზმი ევთოს წევრმა 24 ქვეყანამ 29 იანვარს გააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნა მოითხოვა.
პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომაზე განმარტა, მომზადებულია დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასმასის მასალაში მოთავსებული სურსათის მიწოდება იკრძალება. 2027 წლის 1 თებერვლიდან პლასმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება აიკრძალება. 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვა დაწესდება. კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტში უკვე წარადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მნიშვნელოვანია ეკოლოგიისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად. კობახიძემ ასევე ავტომობილების რაოდენობის გაზრდილ მაჩვენებელზეც ისაუბრა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპას ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის შექმნისკენ მოუწოდა. როგორც მაკრონმა განაცხადა, უნდა შეიქმნას ნამდვილი ენერგეტიკული კავშირი, რომელიც შეძლებს ინდუსტრიისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და კონკურენტუნარიანი ენერგიის მიწოდებას. რუსეთის როგორც ადგილობრივი ენერგიის მუდმივი მომწოდებლის როლი დასრულდა. ჩინეთის როლი როგორც მთავარი საექსპერტო ბაზრის ასევე დასრულდა. შეერთებული შტატები აწესებს ტარიფებს ჩვენს ეკონომიკაზე და იყენებს იძულების მექანიზმს. ეს ცვლის თამაშის წესებს. სწორედ ამიტომ ეს მხოლოდ გარდამავალი პერიოდი არ არის. ამ ახალი ფაქტორებიდან არც ერთი არ შეიცვლება მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს არ არის დროებითი შოკი. ეს აშკარად არის სტრუქტურული გარდატეხის წერტილი, განაცხადა მაკრონმა. უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 17-დან 18 თებერვალს გაიმართება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბლუმბერგთან ინტერვიუში. ზელენსკის თქმით, შეხვედრის დღის წესრიგში იქნება ტერიტორიული საკითხები. პირველეს ყოვლისა შეერთებული შტატების წინადადება დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ. მოლაპარაკებების გამართვის ადგილი ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის სამხრივი მოლაპარაკებების უკანასკნელი რაუნდი 4-5 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა.